დაკლავს საქართველოს უბრუნდებით ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა. უწყება საექიმო სპეციალობის მაძიებლთა დიპლომის შემდგომი სწავლების კურსს დააფინანსებს. რეზიდენტურის გავლა სახელმწიფოს ხარჯზე მათთვის იქნება შესაძლებელი, ვინც დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამუშაოდ სწავლა. ექიმების განათლების ხელშეწყობის გარდა პროექტის მიზანი სპეციფიურ და რთული რელიეფის მქონე რეგიონებში ექიმების დეფიციტის აღმოფხვრა. ახალი ინიციატივის მიხედვით უმაღლესი სამედიცინო განათლების დასრულების შემდეგ პროექტში ჩართვა შეიძლება ზოგად ქირურგებს, გინეკოლოგებს, ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, პედიატრებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. მიზანი გახლავთ მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც გარკვეულ საექიმო სპეციალობებში არსებობს კადრების დენადობა და დეფიციტი, სამედიცინო სერვისის უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს საექიმო კადრების მიზნობრივი მომზადება. პროექტი ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამით მზადების სრულად სახელმწიფო დაფინანსებას, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულებებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.